მოკლედ აი ყველაზე მეტად რომ ქვეყნის ისტორია ფულად ნომინალებზე ჩანს ალბათ 13 თამაში ჩემო მეგობრებო მაგალითად აი მე-6 საუკუნეში მოჭრილ მონეტაზე ჯვარია გამოსახული რაც ქრისტიანობისადმი ერთგულების დეკლარირებას ნიშნავდა. ნუმიზმატიკა ისტორიაში მოგზაურობას გავს მე ასე ვფიქრობ და სხვადასხვა დრო საქართველოში მოჭრილ მონეტების დათვალიერების საშუალება ყვარელში გვაქვს ჩვენ ფულის მუზეუმში უფრო კერძოდ როგორია ქართული ფულის ისტორია კოლხური თეთრიდან ლარამდე და რა გზა გაიარა ეროვნულმა ვალუტამ დღემდე. ამას ჩვენი ჟურნალისტი ეკა სესიკაშვილი გვეტყვის, რომელიც სწორედ ყვარლის ფულის მუზეუმიდან გვიერთდება. ეს არის აღმაშენებლის მონეტები. საოცრებაა. შევადღემშვიდობისა, მოგესალმებით ყვარლიდან, სადაც საქართველოში ერთადერთი ფულის მუზეუმი მდებარეობს. აქ წარმოდგენილია საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან დღემდე და ასევე თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა. მუზეუმი არამხოლოდ ფინანსური სისტემის განვითარებას გვაჩვენებს, არამედ ის ისტორიულ ეპოქებსა და ეკონომიკურ პროცესებსაც. მაგალითად მინდა მოვუყანოთ და ახლა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ ყველაზე ძველი ქართული მონეტა, რომელიც მოიჭრა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში. ეს არის კოლხური თეთრის მონეტები. ახლა ჩვენთან ერთად არის საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი სპეციალისტი ბატონი როლანდ სპანდერაშვილი, რომელიც მოგვიყვება ფულის ისტორიის შესახებ. შევადღემშვიდობისა ბატონო. მოგესალმებით, შევადღემშვიდობისა. თქვენი ყოფებით ფულის მუზეუმში, სადაც გამოფენილია ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ხაზი და ქართული ლარს, რომელიც დღეს 30 წლის თავს ეიმობს, ჩვენი ეროვნული ვალუტა, მისი 26 საუკუნოვანი ისტორია უმაგრებს სურგს და კოლხური თეთრიდან ლარამდე ერთი დიდი გზა არის გავლილი ქართული ფულის. აქ წარმოდგენილია კოლხური თეთრები, ასევე გავჩერდებოდი საეტაპო მნიშვნელობის ქართულ მონეტებზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იმებზე შევჩერდეთ, პოსტულატები ვახსენოთ. ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი არის მე-6 საუკუნეში, როდესაც ქართული ერისმთავრების სტეფანოზის და გურგენის მიერ მოჭრილ მონეტებს ქართული ანბანი აქვს გამოსახული. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ანბანი დაიტანეს მონეტებზე, ეს არის მე-6 საუკუნის ისტორიის ნაწილი ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსების ისტორიიდან. ასევე ძალიან საინტერესოა დავით აღმაშენებლის მონეტაც, ხო? დავით აღმაშენებლის მონეტა ძალიან საინტერესოა, მას თავისი ცალკე ისტორია აქვს როგორც მონეტას, მაგრამ აქ გავჩერდები მის ვიზუალურ მხარეზე. ეს საქართველოში დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს გაერთიანების სიმბოლოა. აქ გამოსახულია მეფე ძლევამოსილი მეფე თავისი სრული ტიტულატურით. ეს ხაზს უსვავდა საქართველოს გაერთიანებას, სიძლიერეს, მის ეკონომიკურ მდგრადობას და ის რომ რეგიონში წამყვან ძალად იქცა საქართველოს, სწორედ დავით აღმაშენებელმა ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანას საფუძველი. აქვე ვაგრძელებთ თამარ მეფის პერიოდია წარმოდგენილი, თამარ მეფის მონეტაზე დანილია ქართული სიმბოლიკა, ქართული ტექსტები და არის არაბული. ეს იყო სავაჭრო, საურთიერთო ენა ეკონომიკისთვის ჩვენს რეგიონში და ქართული ვალუტა იქცა ნამდვილად წამყვან ვალუტად ახლო აღმოსავლეთში. შემდეგ გადავდივართ უკვე მე-13 საუკუნის შემდეგ უკვე ერეკლე მეფის პერიოდზე, ხო? მოდი გადავინაცვლოთ იქით. მე-14 საუკუნეში ქართულ ეკონომიკას დაეწყო ერთგვარი კრიზისი. მე-15 საუკუნეში ეს თვალნათლივ ჩანდა მოჭრილ მონეტებზე, როდესაც მონეტები დაკნინდა, მას ნუმიზმატიკაში დაკნინებული ფული ქვია და მე-16 საუკუნიდან იყო რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია და ერეკლე მეფემ ცადა ქართული ფულის და ქართული სავალუტო სისტემის ხელახლა აღორძინება, მან ჩაატარა მრავალი რეფორმა, რომლის შედეგადაც კავკასიაში წამყვან ფულად იქცა ქართული ფული. ეს იყო როგორც ვერცხლის ფული, ასევე სპილენძის ფული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობას როგორ შევხვდით ქაღალდის ფულით, ხო? ჩვენ შეხვდა ძალიან საინტერესო ქაღალდის ფული, სადაც წარწერა არის სამ ენაზე, ეს არის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულ ენებზე. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ქაღალდის ფულის ისტორიას მდიდარი წარსული აქვს და ქართული ბონისტიკაც მდიდარია. ჩვენს მუზეუმში გამოფენილია საინტერესო ნიმუშები ქართული ბონისტიკის. პირველ რიგში სწორედ ბრძანდებით, ეს იყო კავკასიის ერთიანი ფული დამოუკიდებლობის წინა პერიოდში და დამოუკიდებლობის შემდგომ რამდენიმე თვეც სამივე ქვეყანა ამ ფულს მიმოიქცეოდა ამ სამივე ქვეყანაში და ეს იყო უნიფიცირებული სავალუტო შეთანხმება სამ ქვეყანას შორის და ერთი ვალუტა მუშაობდა კავკასიის რეგიონში. ეს არის მდიდარი წარსული ჩვენი კავკასიური ერთობის. ახლა შეგვიძლია რომ მივიდეთ და ჩვენს მაყურებელსაც ვაჩვენოთ, როგორი იქნებოდა და როგორი იყო ქართული ლარი, იმიტომ რომ აქ ისეთი ესკიზებიც არის, რომელიც წარმოებაში არ ყოფილა, ხო? დიახ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო ქართული ფულის დიზაინზე მუშაობა და აქ წარმოდგენილია მდიდარი ნიმუშები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მუზეუმში ეს უნიკალური ნიმუშებია, ერთადერთი ცალებად არის წარმოდგენილი. 95 წლამდე საბოლოო სახე მიიღო ლარმა და 95 წელს უკვე მზად იყო ის გამოშვებისათვის.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ლარი არის 30 წლის და 30 წლის იუბილე აღნიშნა. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ, ხო? გუშინ იყო ლარის დაბადების დღე. ქართული ლარის 30 წლის თავი საიუბილეოა და ეროვნული ბანკი მრავალი ღონისძიებებით მას აღნიშნავს. მთელი წელი გრძელდებოდა და გრძელდება ეს იუბილე. უშუალოდ მიმოქცევაში შესვლა 1995 წლის 25 სექტემბერს მოხდა და მართლაც კვირეულია მიმოქცევაში შესვლის ლარის წელს 30 წლის კვირეულია და ეს არის საზეიმო დღეები, რა თქმა უნდა, ქართული ლარის ისტორიაში. აქ ჩანს ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო, ხო? ძველი ეროვნული ბიბლიოთეკა გამოიყურებოდა სწორედ ასე. როგორც ვიცი, აქ იყო საბანკო სისტემაც, ხო? დიახ, ეს ფოტო არის ძვირფასი ფოტო საქართველოს საბანკო ისტორიაში. ამ შენობაში 1920-1921 წლებში განთავსებული იყო საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკი, ანუ პირველი ეროვნული ბანკი, მას საქართველოს სახელმწიფო ბანკი ერქვა და ეს არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის 100-ლოვან ისტორიასთან. სიმბოლურია, რომ ყვარელში ვართ და არ შეგვიძლია არ ვისაუბროთ ილია ჭავჭავაძესეც, რომელიც ასეთ შეიძლება ითქვას, ის იყო პირველი ქართული ბანკის ფუძემდებელი, ხო? დიახ, ილია ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკონომიკისა და ქართული საბანკო საქმის ფუძემდებელი მამა შეიძლება ასე უწოდოთ. 30 წელი ის მართავდა პირველ ქართულ ბანკს, ეს იყო თბილისის სათავდაზნაურო საადგილმამულო ბანკი და ამ ბანკის მოგების დიდი ნაწილი მას ქართულ საქმეში იქონდა, ეს იყო ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების ამაღლების საქმე და მან 2 მილიონ მანეთზე მეტი მისი თაოსნობით ამ ბანკმა ქართულ საქმეს მოახმარა და ილია სწორედ სიმბოლურია, რომ 2012 წელს ფულის მუზეუმი გადამოვიდა ახალ მისამართზე, ეს არის ქალაქი ყვარელი და ილიას სამშობლო და ილიას გარშე წარმოუდგენელია ქართული საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი და ქართული ბანკის ისტორია. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ყველას ვურჩევ, რომ მოვიდეს აქ ყვარელში და მოინახულოს ეს მუზეუმი, იმიტომ რომ აქ ნამდვილად დიდი ისტორია და მთელი საუკუნოვანი ეპოქა დაგხვდებათ.